ვეკითხებიან ქალის მარხვის შესახებ, რომელიც იცვამს შარვალს. ძვირფასო მუსლიმებო, შარვალს და ზოგადად სამოს მარხვასთან არაფერი კავშირი არ აქვს. მარხვა სხვა თემა არის, ჩაცმულობა სხვა თემა არის. ჩაცმულობა ნამაზისთვის ფარზია, მარხვისთვის არ არის. მაგრამ ეს ისე არ გავიგოთ, რომ ქალისთვის შარვლის ჩაცმა ნებადართულია და არაუშავს და არაფერი. არა, როგორ გეკადრება. შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა ბრძანა, რომ ალლაჰმა დასწეულოს ის კაცები, რომლებიც ქალებს მსგავსებიან და ის ქალები, რომლებიც კაცებს მსგავსებიან. და ამის შესახებ ძალიან ბევრი ზოგადად შერიათში წესი არის, რომ მამაკაც არ უნდა ეცვას ქალის სამოსი, ქალს არ უნდა დაეცვას მამაკაცის სამოსი. და ორივე შემთხვევაში ჩაცმული სამოსი უნდა იყოს განიერი. არ უნდა იყოს ტანზე მოტმასნილი. არ უნდა შეიმჩნევოდეს გარედან შეხედვით, არ უნდა შეიმჩნევოდეს მისი სხეულის ნაკვთები, არ უნდა შეიმჩნევოდეს თუ მისი აღნაგობის შესახებ, ეს არ უნდა შეიმჩნევოდეს. ამიტომ შარვალი ამ შემთხვევაში ვერ არის დამაკმაყოფილებელი. ამიტომ მარხვით იმარხავს ამ ფორმაში, იმას შერიათი არ ეტყვის, რომ შენ თავიდან გაქვს სამარხავი, შენი მარხვა კაბული არ იქნება. კი ბატონო, მარხვა მის ადგილს ნახავს, მაგრამ სხვა მხრიდან ექნება პრობლემა.